საქართველოს სამთო სათხილამურო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს 2013 წლის თებერვალში ავსტრიის კურორტ შლადმინში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველ მოთხილამურებს იტალიელი ჯოვანი ლაზარინი უხელმძღვანელებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ვეტერანი მოთხილამურე ხუთგზის მსოფლიო თასის მფლობელი მარკ ჟირარდელი დაესწრნენ. საქართველოს მოთხილამურეთა ეროვნული ნაკრები სწორედ მარკ ჟირარდელის სახელობის ბრენდის სათხილამურო ფორმებს ატარებს. ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ამ ზაფხულს დაიწყო. ერთი თვე ავსტრიაში ვემზადებოდი და შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა მოთხილამურებმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარეს. ძალიან სასიხარულოა, რომ გვესტუმრა ესეთი სახელოვანი სპორტსმენი, როგორც მარკ ჟირარდელია. ამიტომ ეს სპორტის სახეობა თხილამურებიცაც ეხება, ის გახლავთ ის სპორტის სახეობა, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. I think for the development of tourism in Georgia and სიხარია რომ საქართველოში ვიმყოფები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის უნდა გაკეთდეს იგივე რაც შვეიცარიაში, იტალიასა და ავსტრიაში. აუცილებელია რომ მოიწყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, დაწყებული თოვლის მანქანებით დამთავრებული სპეციალური საბაგიროებით. ევროპაში საკმაოდ ცოტაა თანამედროვე სამთო სათხილამურო ტურისტული ზონები, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.